მოგესალმებით მეგობრებო. მოვიწიოთ. მოვიცალე რომ გავაკეთოთ ლაივი, ვისაუბროთ საინტერესო თემებზე. დღეს მინდა ნუმეროლოგიის საკითხსაც შევეხო, იმიტომ რომ გაინტერესებთ, ვიცი, ბევრი კითხვა შემოდის ნუმეროლოგიაზეც. მე თან კომპიუტერით ვარ შემოსული, რომ კითხვები ვნახო თქვენი. ვისაუბროთ იმ ასტროლოგიურ ტენდენციებზე, რაც გვაქვს, მეგობრებო, ეს პერიოდი. რას ველოდოთ, რა საკითხში ვიყოთ ფრთხილად. სავსემთავრეობა მეგობრებო უკვე გქონდა 7 ოქტომბერს. მაშინ ვერ მოვიცალე რომ გამეკეთებინა ლაივი, მაგრამ ვინც ადევნებს თვარის კალენდარს თვალს, რა თქმა უნდა, იცით რომ 7 ოქტომბერს გქონდა სავსემთავრეობა. ახლა ახალმთვარეობის ციკლი არის უკვე 21-დან. შესაბამისად, ახალმთვარეობაზე რას ვაკეთებთ? ხო, ვაკეთებთ რა თქმა უნდა სრულების ჩაფიქრებას და სხვადასხვა სახის მანიფესტაციებს, ხო? ახალმთვარეობა გვაძლევს იმ ენერგიას, ახალი სტარტის ენერგიას იმისთვის, რომ ჩვენ ჩავიფიქროთ სურვილები და დაუშვათ გავაკეთოთ თუნდაც მედიტაცია, დაუშვათ სხვადასხვა რიტუალები, ზოგი მანიფესტაციას აკეთებს, ზოგი ფურცელზე წერს, ზოგი უბრალოდ ხმამაღლა ამბობს, ხო? ზოგი ამბობს აწმყო დროში, ზოგი წარსულ დროში, თითქოს ეს უკვე მისია, ხო? ყველანაირად შეგიძლიათ, რაც არის, ასე ვთქვათ, თქვენი ფსიქიკისთვის, თქვენი სულისთვის უფრო ახლო ტექნიკა, რაც უფრო კომფორტს გაძლევთ, ხო? ის იქნება თქვენთვის იდეალური. ანუ არ არსებობს რაღაც უნივერსალური ფორმულა, რომ მხოლოდ ასე უნდა გავაკეთოთ. არა. რაც უფრო გეკომფორტულებათ, ისე შეგიძლიათ გააკეთოთ. ანუ ვიმახსოვრებთ მნიშვნელოვან თარიღს, 21 ოქტომბერს უნდა ჩავიფიქროთ სურვილები და რა თქმა უნდა, ეს ენერგიები განსაკუთრებით ახლა, როდესაც გვაქვს ხოლმე სასწორლის სახელმთვარეობა, ხო? იმიტომ რომ იმ დღეს 21 ოქტომბერს იქნება მზეზთა მთვარე სასწორში. ეს არის რასთან კავშირში? შინაგანი ჰარმონიის ძიებასთან. ეს არის კავშირში ამავდროულად პარტნიორულ ურთიერთობებთან, ხო? ამავდროულად ეს არის კავშირში კონფლიქტების მოგვარებასთან. ამიტომ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და უშუალოდ თუ გაქვთ რაიმე სახის გაუგებრობა, მის კომუნიკაცია კონფლიქტები, შეგიძლიათ 21 ოქტომბერს ჩაიფიქროთ ამ ყველა კონფლიქტის ჰარმონიულად და მშვიდობიანად დასრულება, ხო, თქვენ ცხოვრებაში. და რა თქმა უნდა, სასწორის ახალმთვარეობა გვეხმარება, რომ სხვადასხვა გარეგნობაზეც არის ეს, ანუ თუ გინდათ რომ უფრო მეტად გაიუმჯობესოთ აი განწყობა, თვით შეფასება დავუშვათ, ხო, აი თქვენს გარეგნობაში შეიტანოთ რაღაცა კორექტივები, შეგიძლიათ, მაგაზე არის სხვადასხვა ბევრი მანიფესტაცია იმისთვის, რომ აი თქვენი ეს თავდაჯერებულობა და ეს ეშხი და ეს ქარიზმა, ხო, რაც შემდგომში შინაგანად არის ჯერ ეს ენერგია და შემდგომში ფიზიკური ცვლილებებიც იქნება აუცილებლად, ხო, იმიტომ რომ გამოსხივება შეიძლება. ესაც შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა, იმიტომ რომ სასწორის ზოდიაქოს ნიშანი არის სილამაზესთან კავშირში ამავდროულად, ხო? ანუ გვაქვს რა თემები. ეს არის კონფლიქტების მოგვარება, ეს არის ჰარმონიის ძიება, ეს არის პარტნიორული სფერო, ხო? ანუ ეს ეხება როგორც პირადს, ასევე ბიზნეს პარტნიორობასაც. და გარეგნობა. აი ეს თემებია სასწორის თემები ასტროლოგიურად და შეგიძლიათ რომ აი ამ საკითხზე გააკეთოთ მანიფესტაცია 21 ოქტომბერს მეგობრებო, ყველა ზოდიაქოს, ყველა ადამიანს ეხება ეს. ამიტომ დავიმახსოვროთ. 21 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი დღე. და რა თქმა უნდა, მინდა აქ ნუმეროლოგიაზეც გავაკეთო კომენტარი, იმიტომ რომ ახლა ვიდეოების ციკლი გვაქვს ერთგვარი და ვდებ გონების ციფრის ახსნებს, ხო, ეს 1-დან 9-ის ჩათვლით. ეტაპობრივად ყველა დაიდება და იქამდე მინდა ავხსნა კიდევ ერთხელ, ამაზე ვისაუბრე ადრე, მაგრამ მინდა ავხსნა კიდევ, აი როგორ შეიძლება გამოვთვალოთ ჩვენი კარმული მისია ნუმეროლოგიურად, როგორ ითვლება ამავდროულად გონების ციფრეს საკმაოდ საინტერესო და ხშირად ეშლებათ ხოლმე. აი გონიათ, რომ ბოლომდე რომ დააჯამებენ თავის დაბადების თარიღს და წელს, გონიათ, რომ ეს არის რაღაცა მისი ციფრი ძირითადი, ეს ასე არ არის. ნუმეროლოგია, ისევე როგორც ასტროლოგია არის მრავალმხრივი,
მეგობრებო და ბევრნაირი გამოთვლების საშუალებას გვაძლევს, ხო? მოგეხსენებათ, რომ თქვენი დაბადების თარიღი იძლევა ძლიერ კოდირებას, ხო? ანუ აქ არის ჩაბეჭდილი თქვენი ტალანტები, თქვენი ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, ის თუ რა მისით მოვიდა თქვენი სული ამ პლანეტაზე, ხო? ანუ რა ფუნქციით, როგორ შეიძლება გაძლიერდეთ, რა გასუსტებთ, აი ყველანაირ ინფორმაციას იძლევა, ესე იგი, თქვენი დაბადების თარიღი და წელი. ეს უმნიშვნელოვანესია ნამდვილად, ხო, ნუმეროლოგიისთვის. ნუმეროლოგია არ განიხილავს დაბადების საათს. არა, ნუმეროლოგიას აინტერესებს თქვენი დაბადების თარიღი, თვე, წელი. როდესაც მე ვსაუბრობ მისიაზე, ხო, აი რა მისია მაქვს. აი მაინტერესებს, ხო, აი რა არის ჩემი მისიის ციფრი დავუშვათ. რა უნდა გავაკეთო? ამისთვის ვაკეთებ შემდეგ რაღაცას. უნდა აიღოთ, მეგობრებო, თქვენი დაბადების თარიღი, თვე, წელი, შეაჯამოთ და დაიყვანოთ ერთ ნიშნამდე. ანუ, მაგალითად, თუ გამოგივიდათ ჯამში ციფრი 31, ხო? დაიშლება 3+1 4-იანი გამოვიდა, ესე იგი ციფრი. თუ გამოგივიდათ მთლიანობაში 29, მაშინ გამოვა 2+9, ეს არის 11. კიდევ ვშლით 1+1 2-იანია, ხო? ანუ მთლიანობაში თქვენი მისია რომ გაიგოთ ნუმეროლოგიის მიხედვით, გვჭირდება რომ დავაჯამოთ, ესე იგი თქვენი დაბადების თარიღი პლუს თვე პლუს წელი. ეს არის ფორმულა იმის თუ როგორ გავიგოთ რა არის ჩვენი მისიის ციფრი. მისიის ციფრი ქვია მაგას. აი რა არის უკვე გონების ციფრი? ეხლა ამაზეც უნდა ვისაუბრო, იმიტომ რომ სხვაობა დიდია. გონების ციფრი, მეგობრებო, ეს უკვე არის ერთ ნიშნამდე დაყვანილი თქვენი დაბადების თარიღი მხოლოდ. ეს არის გონების ციფრი. ანუ დავუშვათ, ეხლა თუ დაიბადეთ 3 რიცხვში, ან 2 რიცხვში, ან 8 რიცხვში, ნუ აღარ გჭირდებათ ზედმეტი კალკულაციები, ესე იგი ხართ 8 რიცხვში დაბადებული 8-იანი, 3 რიცხვში 3-იანი და ასე შემდეგ. მაგრამ თუ დაიბადეთ, დავუშვათ 11 რიცხვში, აი რა ციფრი გამოვა, ხო? გვჭირდება რომ ერთ ნიშნამდე დავიყვანოთ. 11 რიცხვში დაბადებულის გონების ციფრი რა გამოვა? 1+1, ანუ 2-იანი. ანუ ყოველთვის ვედურ ტრადიციულ ნუმეროლოგიაში გვჭირდება რომ დავიყვანოთ ციფრები და რიცხვები ერთ ნიშნამდე. ყოველთვის გვჭირდება რომ დავიყვანოთ. ეს არის წესი. როდესაც არქეტიპულ ნუმეროლოგიაზე ვსაუბრობთ, ანუ ბედის მატრიცაზე, იქ 22 ძირითადი ენერგია და 22 არქეტიპი და მხოლოდ 22-ის შემდეგ თუ არის ციფრი, მე გვჭირდება რომ დავაჯამოთ და დავიყვანოთ ერთ ნიშნამდე დავუშვათ, ან ორ ნიშნამდე, ოღონდ 22-მდე, ხო? ეს არის წესი. როდესაც ვსაუბრობთ ვედურ ტრადიციულ ნუმეროლოგიაზე, აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ არის 1-დან 9-ის ჩათვლით ციფრები. და ამ ციფრებს აქვს თავისი დატვირთვა მაგიური, ხო და გვაძლევს საკმაოდ დიდ ინფორმაციას. ესე იგი, განვიხილეთ უკვე, რომ კარმის ციფრი რომ გამოვთვალოთ მთლიანობაში ვაჯამებთ ჩვენს დაბადების თარიღს, თვეს, წელს, ხოლო გონების ციფრი, რაც არის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ჩვენი პიროვნული, რა თვისებებსაც გვაძლევს ეს, ანუ ეს თვისებები ჩვენ უკვე გვაქვს, ხო, ეს მაგას ნიშნავს. ხოლო კარმა, ხო, ეს კარმის ციფრი, რაც დავაჯამეთ, ეს არის ის, რისკედაც უნდა ვილტვოდეთ ამ რეინკარნაციაში, ხო, ანუ ეს ხვაობა ამ ორ ენერგიას შორის და ეს მინდოდა რომ ამეხსნა, იმიტომ რომ ხშირად შეცდომით გონიათ ხოლმე, რომ აი მთლიანობაში თუ დააჯამებენ, ეს არის მათი ციფრი და მორჩა მეტი ციფრი არ აქვთ. ეს ასე არ არის. ეხლა თავად ენერგიების დახასიათება საკმაოდ საინტერესოა. ვედური ნუმეროლოგიის მიხედვით, რა თქმა უნდა, ყველა ციფრს მართავს პლანეტა, ხო? და ამ პლანეტას აქვს თავისი ვიბრაციები, თავისი ენერგიები. შეიძლება ადამიანი მინუსში ავლენდეს ამ ენერგიებს, ხო? და მიდოდეს დეგრადაციის გზით, რაც ძალიან ცუდია. შეიძლება პლუსში ავლენდეს და პირიქით ვითარდებოდეს და თავისი ამ ციფრის უზენაესობებს ავლენდეს, ხო? ანუ ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი და ვინაიდან დიდი დაინტერესება წამოვიდა, მე გადავწყვიტე, რომ ლაივშიც აწი მეტი ვისაუბრო ხოლმე ნუმეროლოგიაზეც, იმიტომ რომ ასტროლოგიასთან ერთად, ხო, ასტროლოგია, ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, ნუმეროლოგიაც არის გასაღები. ერთგვარი გასაღებია ჩვენი თვით შემეცნებისთვის და თვით აქტუალიზაციისთვის, ხო? ეხლა მე თუ არ ვიცი ჩემი ციფრები რა ენერგიას მაძლევს, მაშინ მე ჩემ თავს არ ვიცნობ.
ეს ასეა რეალურად, ხო? ამიტომ არის, რომ ბევრი ცნობილი წარმატებული ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ყავს, თავიანთ ნუმეროლოგები, ასტროლოგები, ეზოთერიკოსები, ხო, ყავთ, რა თქმა უნდა და ისინი არიან მთავარი მრჩეველები მათთვის. ეხლა ზოგი ითვალისწინებს და ზოგი არა, ხო? კი ბატონო. ამასაც ვხედავთ ხოლმე და ისტორიაში არის არაერთი მაგალითი ამის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ესეც განვიხილოთ. 2003 წლის 1 ივნისი რა არის? უნდა დააჯამოთ, მაშინ 1 + 6 + 5 გამოვა. და დააჯამეთ და რა ციფრიც გამოვა, ეგაა თქვენი მისია. გონების ციფრი გამოდის ერთიანი და კარმის ციფრი გჭირდებათ რომ მთლიანობაში დააჯამოთ, ხო? ვინც ახლა შემოხვედით, შეგიძლიათ გადაახლიოთ, ხო? ანუ ვსაუბრობდი ნუმეროლოგიაზე და ვსაუბრობდი იმაზე, რომ ახლა მთვარეობა გვაქვს 21 ოქტომბერს. ამ ჩანაწერს შევინახავთ აუცილებლად. არის ნერვიულად. არის ნერვიულად შევინახავთ ამ ჩანაწერს. რაღაც ძალიან ცუდად მიჩანს ამ გადავტვირთავ კომპიუტერში რაღაც მეტი კომენტარია და არ მიჩანს. ხნებ. ასე. არა, გაჭედილია. ესე იგი, ჯერ მერკურის რეტროგრადულობა არ არის და უკვე მაინც ჭედავს. ეს ვიბრაციებზე რეაგირებს მაინც პლანეტა. ასე ავსკროლავ ჯობია, იმიტომ რომ კომპიუტერით ვერ ვხედავ თქვენს კომენტარებს. კი ბატონო, სამიანიო დაიწერ რა. კი ბატონო, სამიანი გააჩნია რას გულისხმობთ? ახლა კარმის ციფრი გამოვიდა, სამიანი მთლიანობაში დაჯამებული თუ ისე თქვენი გონების ციფრია სამიანი გააჩნია და ისე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამიანს მართავს პლანეტა იუპიტერი. იუპიტერი არის რა? გაფართოება, იუპიტერი არის საზღვარგარეთის სიმბოლო, უცხოეთის სიმბოლო, ეს არის სწავლება, ცნობისმოყვარეობა, ეს არის მასშტაბირება და ეს არის ცოდნა, რა თქმა უნდა. ხო, იუპიტერი არის კავშირში სიბრძნესთან ზოგადად. ხო, ეს სამიანები, ამიტომ საკმაოდ საინტერესო ციფრია ზოგადად სამიანი, ხო? და სხვა შორის განათლების და კოუჩინგის სფეროშია ძალიან ბევრი სამიანი, ძალიან ბევრი სამიანია, ისევე როგორც ხუთიანი, იმიტომ რომ სამიანი და ხუთიანი ყოველთვის არის ცოდნის გადაცემასთან, მიღება გადაცემასთან კავშირში. სამიანი და ხუთიანი ეს ყოველთვის ასეა. სასწორებს რა ელის წლის ბოლომდე. საინტერესოა. რეალურად ეხლა გვაქვს სასწორების პერიოდი 24 ოქტომბრამდე. გვაქვს მზე სასწორში. ამიტომ ეხლა შეიძლება ითქვას, რომ სასწორების პერიოდია და ზოგადად ჰაერის სტიქიის პერიოდია, ხო? ანუ ტყუპები, მერწყული სასწორი. აი ამ ნიშნებისთვის არის ახლა კარგი პერიოდი, თუ რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური ტრანზიტები, როგორც ასტროლოგიური, ისე ნუმეროლოგიური მაჩვენებლები პროგნოსტიკის მიხედვით არ დაждდა ცოტა ნეგატიურად. ანუ ეს მაინც არის უფრო ინდივიდუალური, ხო? ინდივიდუალურია ეს, თუმცა ამის გამოთვლა შეიძლება. ამის გამოთვლა ნამდვილად შეიძლება. ისე კი რა თქმა უნდა, ეხლა სასწორებს რას ვურჩევდი წელს. ისწავლონ, რომ იპოვონ ბალანსი, კომპრომისი და ბრძოლა შორის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარდინალისტი ნიშანი და ხშირად აი ერთი კარდინალური მხარედან მეორეზე გადაიხრება ხოლმე, ანუ ვერ ბალანსირდება ზოგადად სასწორი. ესაა მისი პრობლემა. არ არის დაბალანსებული ნიშანი, ამიტომ მთელი ცხოვრება ეძებს ჰარმონიას გარემოში, პარტნიორში, ადამიანებში, სიყვარულში, აი სხვაზე რო იზრუნებს. ჰარმონია უნდა იპოვოთ თქვენს თავში, ხო? აი ამ რჩევას მივცემ სასწორებს და 2025 წელი, ხო, რომელიც არის თავისი არსით წელი ცხრიანის, ხო? და ეს ცხრიანი არის რა? დასრულება, ხო? დასრულება, რაღაცა ციკლების დამთავრება. შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ იმაში,
რომ აი ზუსტად ეს მხარე, რაც არის თქვენი შედარებით ჩრდილოვანი მხარე, სუსტი მხარე, რაც გასუსტებთ, ესაა მერყეობა, ეს არის დისბალანსი შინაგანი, ხო? ეს ყველაფერი დაამუშავოთ. აი ამისთვის idеალური წელია და წლის ბოლომდე გაქვთ კიდევ დრო, რომ აი ამ ყველაფერზე იმუშაოთ. სასწორებო რომ შემდგომში 2026 წლიდან ახალი ენერგიები რო შემოვა, ერთიანის წელი რო იქნება, შეხვდეთ, ესე იგი შეეგებოთ აი ამ ახალ ეპოქას, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრების უფრო დიდი ენთუზიაზმით. ახლა ასპექტებზე უნდა ვისაუბრო, მეგობრებო, ასტროლოგიური ასპექტები რა გვაქვს ეს პერიოდი. და აქ უნდა გაგაფრთხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ახლა რეტროგრადულობა მერკურის, ხო? გვაქვს ესეთი საინტერესო ასპექტი, რაც, გვამცნობს იმას, რომ არ არის კარგი ახლა დიდად სერიოზული წამოწყებები და მოლაპარაკებები. რა ასპექტი და ასპექტებია ეს, ხო? ეს არის მზე, იუპიტერის კვადრატი, რაც იწვევს რას? იმედგაცრუებებს. ეს არ არის მარტივი ასპექტი, ხო? თავისი არსით. ზედმეტი მოლოდინების გაჩენა და შემდგომში ამ მოლოდინების არ გამართლება, ესეც სამანი. ამავდროულად გვაქვს მერკური პლუტონის კვადრატი ეს პერიოდი, რაც იწვევს თავისთავად ეჭვებს, მის კომუნიკაციას და შფოთიან აზრებს, ზოგადად შფოთიან მენტალურ ფონს. კიდევ გვაქვს რა ასპექტირებები. ვენერა, სატურნის ოპოზიცია, ვენერა, ნეპტუნის ოპოზიცია, რაც თავის მხრივ არ არის ფინანსურად დადებითი ტრანზიტები, ამიტომ სხვადასხვა სახის აი ფინანსური წამოწყებები, ხო, დაუშვათ ინვესტიციები ეს პერიოდი არ ვარგა, ხო? ანუ ეს არ არის მთლად კარგი პერიოდი ახალი საქმის დაწყებისთვის და ამავდროულად შეიძლება რომ იყოს გარკვეული სახის იმედგაცრუებები, ამიტომ იმედგაცრუებები რომ არ გქონდეს ეს პერიოდი რა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში ფორმულა რა არის, ხო? არ ავყვეთ, ესე იგი ამ შფოთიან აზრებს, რაც იცის მერკური პლუტონის კვადრატმა. ამავდროულად მზე იუპიტერის დაპირისპირება რომ გვაქვს, ამან იცის რა, ზედმეტი მოლოდინები წინასწარ, ამიტომ არ გაიჩნოთ ზედმეტი მოლოდინები. არც დადებითი კუთხით მოლოდინები, არც ნეგატიური. ეს პერიოდი არ ავყვეთ, ესე იგი ამ მენტალურ შფოთს და ნეგატიურ აზრებს და მაქსიმალურად ესე იგი მივენდოთ ზეცას, მივენდოთ სამყაროს, მივენდოთ გარკვეულ ცხოვრებისეულ დინებას, ხო გავყვეთ დინებას და უფრო მარტივად გავივლით აი ამ არც თუ ისე მარტივ ტრანზიტებს, ხო? და რა თქმა უნდა ეს ვიბრაციები, ეს ენერგეტიკა იგრძნობა პლანეტაზე, ხო? ამიტომ არის ეს დღეები საკმაოდ ისეთი არეული კლიმატიც და დაძაბული ვიბრაციები, აი ზუსტადაც რომ აი ამ პლანეტების შეტაკებაც ისკაბატონზე შემდგომში იწვევს აი ამ ენერგიების დედამიწაზე დაშვებას და რა თქმა უნდა ხა ვინც სენსიტიურია დაუშვათ, ხო? ვინც ემპათია, ხო? ისინი გრძნობენ ამას განსაკუთრებით. ბატონო, გვაქვს ესეთი საინტერესო ფონი და ზოგადად ოქტომბრის თვე თავის არსით, ვინაიდან ეს არის მეათე თვე, ხო? 10-იანი არის უკვე ხა არქეტიპების თემა რო წამოვწიოთ წინა პლანზე, ეს არის მეათე არქეტიპი ფორტუნა.
ფორტუნა არის როგორც ბედის ბორბალი, რომელიც მუდმივად ტრიალებს. ეს არის ამავდროულად იღბალთან კავშირში, ამავდროულად პირიქით მომენტებში უიღბლობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური თვე ზოგადად ენერგეტიკულად ოქტომბერი. ამიტომ ითვლება კიდეც, რომ ამ თვეში ჩნდებიან ან ძალიან იღბლიანი ადამიანები, ან პირიქით ადამიანები რაღაცებში შეიძლება არ უმართლებდეთ, მაგრამ ამის ამუშავება შეიძლება ისე, რომ პირიქით, აი მეტი იღბალი მოიზდონ, აი ვინც ოქტომბერშია დაბადებული. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, ამიტომ არის კარგი აქ ბედის მატრიცა, რომ იცოდეთ თქვენი, ხო, ბედის მატრიცა, ვისაც გაინტერესებთ, ეგ სერვისი გვაქვს და შეგიძლიათ მოგწეროთ და გაიგოს თქვენი ბედის მატრიცის ანალიზი, ხო, ვრცელი გაშიფრვა, ხო, დაუშვათ. ან თუ გაინტერესებთ კონსულტაცია ამ საკითხზე და ჩემთან ერთად რო გაიაროთ, ხო, და კითხვები თუ გაქვთ ამ საკითხზე, ან უფრო დეტალურად გაინტერესებთ ან ფინანსები, ან მხოლოდ პროგნოსტიკა დაუშვათ, ან პირადის თემა, ან ტალანტების თემა, ან კარმის თემა, რა თქმა უნდა, ესეც განიხილება შემდგომში კონსულტაციაზე. ოღონდ წინასწარ უნდა გაგვაფრთხილოთ, რომ გინდათ ბედის მატრიცაზე კონსულტაცია, იმიტომ რომ ეს არის მინიმუმ 2 საათიანი. ბედის მატრიცა ძალიან ვრცელია და მინიმუმ 2 საათიანი კონსულტაცია შეიძლება დაჭირდეს, მაგრამ თუ დაუშვათ ვიდეო ჩანაწერის სახით აიღებთ, ეს რა თქმა უნდა ბევრად მოკლე არის, თუმცა არ გექნებათ საშუალება კითხვების დასვას. ეს არის უკვე დამონტაჟებული ვერსია, შედარებით მოკლე, ისეთი ჭრა არის საკმაოდ ჩქარი, ასე ვთქვათ. თავის ახსნებით. ხო, ნუმეროლოგიაზე ვისაუბრეთ კიდევ ახალმთვარეობაზე, რაც გვაქვს 21 ოქტომბერს, ოქტომბრის ენერგიებზე, როგორი თვე არის ზოგადად. კი ბატონო, და რა თქმა უნდა, ვინც ვერ დაესწრო ამ ლაივს, აუცილებლად შევინახავთ მეგობრებო ჩანაწერს. და ვისაც გინდათ ჩაწერა კონსულტაციაზე, გვაქვს ამ კვირის ბოლომდე რამოდენიმე ადგილი და შეგიძლიათ ჩაეწეროთ. და ამავდროულად ჩვენს გვერდზე მეგობრებო, საკმაოდ საინტერესო და კარგი ვაკანსიები იდება უკვე. ამიტომ თუ ხართ დაინტერესებული ამ ვაკანსიებით, ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს, სტორიში ვდებთ ხოლმე ვაკანსიებს. ამიტომ თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი და გინდათ საკმაოდ კარგი პირობები და მაღალ ანაზღაურებადი სამსახური, აუცილებლად შეგვეხმიანეთ. ან ადევნეთ პოსტებს მეგობრებო თვალი ჩვენს გვერდზე. სხვადასხვა სახის ვაკანსიები კიდევ დაიდება. აი, ასეთი საინტერესო ფუნქციაც დაგვემატავ, თანამშრომლობთ კომპანია Global Solutions Consulting-თან. ამ საკითხზე, რომ მეტად დაგასაქმოთ და დაგეხმაროთ თქვენს დასაქმებაში, ხო, ვინც დაინტერესებულია დაუშვათ და ვინც ეძებს დასაქმებას, ხო? იმიტომ რომ მოგეხსენებათ, პროფესიონალი და კარგი კადრების დეფიციტი არის მსოფლიო მასშტაბით და რა თქმა უნდა საქართველოშიც, ამიტომ ვინც ფიქრობს დასაქმებაზე სერიოზულად, გაქვთ საშუალება და ჩვენც დაგეხმარებით ამაში. და ეხლა კიდევ გადავხედოთ, რამე ხო არ არის ისეთი ახალი შეკითხვა, ან თუ ვერ გაიგეთ. 1+2 3 გამოდის, რა თქმა უნდა. რაღაც ისეთი კითხვა იყო, ეხლა შემხვდა. კი ბატონო. არ დაგავიწყოთ 21 ოქტომბერს, მეგობრებო, ვაკეთებთ მანიფესტაციას. აუცილებლად ეს არის ამ თვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი და თავად ციფრი 21-იც, რა თქმა უნდა, სამიანი გამოდის და არის კავშირში მასშტაბირებასთან. ამიტომ საკმაოდ ძლიერი ენერგიებია 21 არკანი არის საერთოდ რა მსოფლიო, ხო, მსოფლიო ქვია და ეს მასშტაბირების ენერგია. ამიტომ მასშტაბურად შეგიძლიათ იაზროვნოთ და მასშტაბური მიზნებით დაისახოთ 21 ოქტომბერს, ხო, ჩაიფიქროთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს რეალობასთან მიახლოებული, ხო, თქვენს რეალობასთან მიახლოებული. ისეც გავითვალისწინოთ. და აუცილებლად შევინახავთ მეგობრებო ამ ჩანაწერს.